სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. დღეს ჩვენ ახალ აღთქმას გავაგრძელებთ მათეს სახარება. ეს იქნება მე-7 თავი და ამ ნაწილს მე-6 ნაწილად ასათაურებს უორენ ვირსბი. როდესაც ჩვენ ამ ნაწილებს განვიხილავთ, მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად არის ბიბლიური კომენტარები, სადაც კომენტატორები ბიბლიურ მუხლებსაც წერენ ხოლმე. მაგალითად, სასწავლო ბიბლიაში იცით ხომ, ბიბლია არის და ქვემოთ არის პატარა. იმის და გამო რომ ეს ძალიან დიდ ტევადი იქნებოდა, კომენტატორები მაგალითად თავს იკავე ასევე მეთიუ ჰენრისაც შეიძლება მოიხსენიონ მუხლი გარკვევით, მაგრამ ამისათვის რომ თქვენ მთლიანად განსაკუთრებით ქართველმცველები, ვინც კარგად არის ის ბიბლია, გვერდზე უნდა დაიდოთ ბიბლია აუცილებლად. რაზეა ლაპარაკი? გადაშალოთ მათეს სახარების მე-7 თავზე, მე შეძლების და გვარად წავიკითხავ ხოლმე, ეხლა მე ვიფიქრე მაგაზე და წავიკითხავ ხოლმე შეძლების და გვარად. გარკვეულწილად, სადაც მარტო უბრალოდ ახსენებს მუხლს და არაფერს არ ამბობს და დახასიათებას არ იძლევა, რომ ისე მშრალი არ იყოს საუბარი. მაგრამ ზოგჯერ მე მომიწევს მარტო მუხლის და თავის დასახელება, როცა პარალელებზეა, რასაც ქვია კროს რეფერენსი და პარალელები მოყავთ. იმიტომ რომ ძალიან ტევადი იქნება ჩემთვისაც და ასევე წინსაც რო შეიკრება, მე გართულდება ამისი დაბეჭდაც. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს, კალამი და პასტა კონდეთ, კალამი და ქაღალდი კონდეთ ფანქარი თუ გინდათ, რომ მუხლები ჩაიწეროთ და მე ნახოთ პარალელები. ან გააჩეროთ ეს აუდიო ჩვენი საუბარი და ისე ჩაიხედოთ თუ გინდათ რომ იმ წუთასვე გააკეთოთ. მე მაგალითად მე მოვინიშნავდი ხოლმე. ზოგი არის რომ აჩერებს, ზოგჯერ იყო რომ ვაჩერებდი კიდევაც, გააჩნია როგორ მქონდა მე დროის გამო. მაგრამ ის ფაქტი რომელზეც მე ვკითხულობ, ეს თითქმის ზეპირად ვიცოდი ეს ადგილები. ამიტომ მიადვილდებოდა, მაგრამ მაინც გადახედვის თვალსაზრისით მე გადავხედავდი ხოლმე ამას და გვერდზე მედო, როცა ვკითხულობ, მე წიგნად ვკითხულობდი ამას. და თქვენ შეარჩიეთ ის მეთოდი, რომელიც თქვენ მოგწოთ. მოდით დავიწყოთ ახლა ეს ჩვენ. მეფის პრინციპები ამ მთლიანად გახსოვთ ხო, ამ ნაწილის დასათაურება და ახლა არის ჭეშმარიტი განკითხვა. ესე იგი, მეფის პრინციპები, ჭეშმარიტი განკითხვა. ესე დაასათაურა მე-6 ნაწილი მათეს სახარების მე-7 თავს, სადაც იხილავს უორენ ვირსბი. ასე რომ ჩვენ ვეწევით ერთ ნაწილს ვკითხულობთ ნაწილს და არა თავს, ხო გითხარით ერთ ნაწილს შეიძლება რამოდენიმე თავით შევიდეს, ჩვენ ნახავთ რომ უფრო მოიმატებს, ახალი აღთქმა უფრო ტევადია და უფრო შლის, იმიტომ რომ ამას მეტი დაჭირდა, მაგრამ რომ იცოდეთ წარმოგვიდგენა ქონდეთ, ესე გადაწყვიტა მან, ნუ თავები ჩაპტა ესე დაასათაურა, მაგრამ მე ორი თავი რომ მოვიყვანო, ცოტა დაბნეულობა შექმნის, ამიტომ მე მოვიხსენებ ნაწილად. ასე რომ ჩვენ ვართ მე-6 ნაწილზე, ვისაც არ მოგისმენიათ მე-5 ნაწილი, შეგიძლიათ ნაწილი, სადაც იგივე შეიძლება იყოს თავი განხილული, ან რამოდენიმე თავის რამოდენიმე ნაწილი იყოს სახარების განხილული. წიგნობრები და ფარისევლები დამნაშავეები იყვნენ იმაში, რომ ცრუ განსჯას ეწეუნენ როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე და ყველაზე მეტად კი უფალზე. მათ არ ქონდათ სწორი წარმოდგენა და მათი მსჯელობა, განსჯა არ იყო სწორი არც ერთნაირად. მათი ცრუ სიმართლე, რომელსაც მათეს სახარება 6 თავი გადმოგცემს, ხელს უწყობდა ამ ცრუ განკითხვის წახალისებას. ეს კი ხსნის, თუ რატომ დაასრულა ჩვენმა უფალმა ეს მნიშვნელოვანი ქადაგება განკითხვის განხილვით. მასში მან განიხილა 3 განსხვავებული განკითხვა. პირველი არის ჩვენი განკითხვა საკუთარი თავის მიმართ. მე-7 თავის პირველი და მე-5 მუხლები. განკითხვის პირველი პრინციპი ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავით. იესოს კი არა უგრძალია სხვების განკითხვა, რადგან დაკვირვები და ობიექტურად განსჯა აუცილებელია ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული სიყვარული ბრმა არ არის, ფილიპელთა წერილი 1:9. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ჯერა ყველაფრის, რასაც ისმენს და იღებს ყველას, ვინც კი აცხადებს იმას, რომ თითქოს ის სულიერია,
ასეთი მიდგომით მუდამ განიცდის კრახს და იღებს დიდ სულიერ დარტყმას მის ცხოვრებაში. მაგრამ ამავე დროს, სანამ ჩვენ სხვებს განვკითხავთ, უნდა განსაჯოთ საკუთარი თავი და ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ჩვენ განვიკითხებით. ზმნა განკითხვა აქ ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ საბოლოო განკითხვას. თუ ჯერ საკუთარ თავს გამსჯით, მაშინ ჩვენ ამითი უკვე ვემზადებით სწორედ იმ საბოლოო განკითხვისათვის, როდესაც ღმერთის წინაშე ჩვენ წარსდგებით. ფარისევლები ღმერთს ეთამაშებოდნენ, როდესაც სხვა ადამიანებს გმობდნენ, მაგრამ არასოდეს არ ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ერთ დღეს მათაც განსჯიდა. მეორე მუხლი, ჩვენ ეხლაც განვიკითხებით. აქ უკვე სასარგებლოა პარალელი ლუკას სახარებიდან მე-6 თავის 27-38 მუხლები. ეს მონაკვეთი. იმიტომ რომ წერია ღმერთი არა მხოლოდ ბოლოს ჩვენ გაგსჯის, არამედ ადამიანები ჩვენ ახლავე გაგსჯიან. და ჩვენ ადამიანებისაგან ზუსტად იგივე განსჯას მივიღებთ, რასაც ჩვენ მათ მიმართ ვავლენთ. განკითხვის სახე და ზომა პირდაპირ ჩვენთან ბრუნდება. სწორედ ჩვენ ვიმკით იმას, რასაც დავთესავთ. ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, როგორ დავეხმაროთ სხვებს, მუხლები 3-5. თვით განკითხვის მიზანია სწორედ ის, რომ მოგვამზადოს სხვების სამსახურში. ქრისტიანები ვალდებულები არიან, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა იესოს მადლში გავიზარდოთ. როდესაც საკუთარ თავს არ განვიკითხავთ, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვნებთ ამითი, არამედ მათაც, ვისაც ჩვენ უნდა მოვემსახუროთ. ფარისევლები სხვებს განსჯიდნენ და აკრიტიკებდნენ, რათა თავიანთი თავი კარგად წარმოეჩინათ. ლუკას სახარება 18:9-14. მაგრამ ქრისტიანებმა საკუთარი თავი უნდა გასაჯონ, რათა შეძლონ, რომ სხვებს დაეხმარონ და ისინი გამოჩნდნენ კარგად. დიდი განსხვავებაა. ხედავთ? მოდით ახლა განვიხილოთ ჩვენი უფლის ილუსტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იესომ თვალის ანალოგია, სიმბოლო აირჩია, რადგან ეს ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. ეს სურათი, სადაც კაცი თვალში 2-4 ცალ-ცალ ცოდვას ატარებდა, ესეთი ადამიანი ცდილობდა სხვის თვალიდან ბეწვი ამოეღო. ამდენად სასაცილოა, ხომ? თუ ჩვენ გულწრფელად არ გავუსწორებთ თვალებს ჩვენს ცოდვებს და არ ვაღიარებთ მათ, არ მოვინანიებთ, ამით ჩვენ საკუთარ თავს ვიბრმავებთ და შემდეგ საკუთრა საკმარისად ნათლად ვერ წხედავთ, რათა სხვებს დავეხმაროთ. ფარისევლები სწორედ ისეთი ადამიანები იყვნენ, ვინც სხვის ცოდვებს ყოველთვის აკრიტიკებდნენ და ხედავდნენ, მაგრამ საკუთარ ცოდვებს ისინი იგნორებას უკეთებდნენ და არანაირად არ რეაგირებდნენ მათზე. მათეს სახარების მე-6 თავში 22-23 მუხლში გახსოვთ იესომ თვალის ილუსტრაცია გამოიყენა, რათა გვესწავლა თუ როგორ გქონდეს ჩვენ სულიერი ხედვა ცხოვრებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს არ უნდა გავსაჯოთ სხვების мотиваციები. მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიკლოთ ადამიანების ქმედებები და მათი დამოკიდებულება, მაგრამ არანაირად ვიმეორებ, არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მოტივით აკეთებდნენ ისინი ამას. რადგან ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაინახოს მათი გულები და მათი мотиваციები. სრულიად შესაძლებელი რომ ადამიანმა ძალიან კარგი საქმე გააკეთოს ცუდი мотиваციით. და ასევე შესაძლებელია რომ ჩვენ ძალიან ცუდ საქმეში ჩავარდეთ და გავეხვიოთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულწრფელები და კარგად მოტივირებული ვიყავით. და როდესაც ჩვენ ქრისტეს წინაშე წარვსდგებით სამჟავროზე, ის არის ვინც გამოიკვლევს გულის საიდუმლოებებს და შესაბამისად დაგვაჯილდოებს ჩვენ, რომელთა წერილი 2:16, კოლოსელთა წერილი 3:22-25. თვალის ანალოგია კიდევ ერთ ჭეშმარიტებას გვასწავლის. ჩვენ სიყვარული და ძალიან გრძნობიარება უნდა გამოვავლინოთ, როდესაც ვცდილობთ, რომ სხვებს დავეხმაროთ. ეფესელთა წერილი 4:15.
მე პირადად ჩავიტარე თვალის ფართომასშტაბიანი გამოკვლევები და ერთხელ ოპერაციასი დამჭირდა ოპერაციაც რათა გაეკვეთათ და ჩემი თვალიდან შიგნით ჩავარდნილი ფოლადის ნამცეცი, რომელიც შეხურცებული იყო, ამოეღად. მე ძალიან დავაფასე თვალის ექიმის ეს ძალიან რთული საქმე და ნაზი მოპყრობა. ისეთი სათუთი იყო ეს პროცესი. და ჩვენც თვალის ექიმების მსგავსად, ასევე ნაზად და გულისხმიერად უნდა მოვეკიდოთ ადამიანებს, რომელთა დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ. ეს უნდა მოხდეს ძალიან მოსიყვარულე მზრუნველობით. ჩვენ შეგვიძლია თვალში ჭუჭყიან ბედზე მეტი ზიანი მივაყენოთ ამ დროს, თუ სხვებს მოუთმენლობით და უგრძნობლობით მიუდგებით, უხეშად. სულიერი თვით შემოწმების ამ საკითხში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება იყოს ორი უკიდურესობა და ისინი უნდა იქნეს აცილებული. პირველი, ეს არის ზედაპირული შემოწმების მოტყუება. ზოგჯერ ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში, რომ ვერ ვახერხებთ ჩვენი გულის გულწრფელად და საფუძვლიანად ღრმად შემოწმებას. ბიბლიურ სარკეში ძალიან სწრაფი ჩახედვა ვერასოდეს გამოავლენს ნამდვილ სიტუაციას. იაკობი 1:22-25. და ასევე მეორე უკიდურესობა უნდა აღვნიშნო, რომ არის ის, რასაც მუდმივ გაკვეთას უწოდებ. ზოგჯერ ჩვენ იმდენადა ვართ ჩაფლულები თვით შემოწმებაში, თვით კრიტიკაში, რომ უკვე ბალანსი ირღვევა. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უნდა შევხედოთ. იმიტომ რომ ეს შეიძლება იმედი გადაგვეწუროს და დავმარცხდეთ. არამედ რწმენით უნდა შევხედოთ იესო ქრისტეს და მივცეთ მას საშუალება მოგვიტევოს და აღვადგინოს. აღარ არის ზედმეტად საჭირო ჩვენი წარსული შეცდომებით თავის დაკავება. გახსოვს ხომ, რომ სატანა არის ბრალდებელი, გამოცხადების წიგნი 12:10 და მას ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს მუდმივ ადანაშაულებთ და მუდმივ თვითგვემაში ვართ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გულწრფელად განვიკითხავთ საკუთარ თავს ღვთის წინაშე და მოვიშორებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაბრმავებს, მაშინ უკვე ჩვენ შეგვიძლია თამამად, რომ გავიდეთ და დავეხმაროთ სხვებს და აღარ გქონდეთ სინდისის ქეჯნა და სათანადოდ ავწონდავწონოთ ამ ადამიანის საქმეები. ისე რომ საკუთარი ჩვენმა ძველმა შეცდომება არ დაგვაკომპლექსოს. მაგრამ თუ ვიცით, რომ ჩვენ ცხოვრებაში ცოდვა არის და ამ დროს ჩვენ ვცდილობთ სხვის დახმარებას, ჩვენ ფარისევლებისგან აღარ განსხვავდებით და ჩვენც თვალთმაქცევად ვიქცევით. ზოგჯერ შეიძლება რეალობაში, რომ ეს ჩვენი მსახურება ზუსტად ჩვენი ცოდვების დასაფარავად იყოს რაღაცა ხერხი შემუშავებული. და ფარისევლები სწორედ ამაში ამხილა იესო ქრისტემ. შემდეგი ქვეთავი არის ჩვენი განსჯა სხვების მიმართ. მეშვიდე თავის 6-დან 20 მუხლები. ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა გამოიჩიონ ძალიან ძლიერი გამჭრიახობა. რადგან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ჩვენსრული არ არის ცხვარი. ზოგი შეიძლება იყოს ძაღლი, ზოგი შეიძლება იყოს ღორი, ზოგი კი ცხრის ტყავში გამოწყობილი და დაფალული მგელი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ უფლის ცხრები ვართ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ხალხს მიცეთ საშუალება თვალები დაგვირბმავონ და ყურები დაგვიხშონ. ეხლა მე-6 მუხლში განხილული არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა გავსაჯოთ. როგორც ღვთის ხალხს, ჩვენც გვაქვს უფლება და პრივილეგია, რომ უფლის წმინდა საქმეებს მოვემსახუროთ. იმიტომ რომ მან მისი სიტყვის ძვირფას ჭეშმარიტებები ჩვენ მოგვანდო 2 კორინთელთა 4:7 და ჩვენც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ. ძველ აღთქმაში მოსეს დროს არც ერთი ერთგული მღვდელი არ გადაუყრიდა ხორცს, რომელიც საკურთხევლიდან იყო ბინძურ ძაღლს და მხოლოდ სულელი თუ
გადაუყრიდა მარგალიტებს ღორს. მართალია, რომ სახარება ყველა არსებას უნდა მივაწოდო და უქადაგოთ მარკოზის 16:5, მაგრამ ასევე მართალია, რომ სახარება არ უნდა დავაკნინოთ ისეთი მსახურებით, რომელსაც გარჩევის უნარი აკლია. გახსოვთ, იესომაც კი უარი თქვა ჰეროდესთან საუბარზე, ლუკას სახარება 23:9, ხოლო პავლე უარს ამბობს იმ ადამიანთან კამათზე, რომლებიც სიტყვას ეწინააღმდეგებოდნენ. მოციქულთა საქმეები 13:44-დან 59 მუხლები. განკითხვის მიზეზი შესაბამისად არ არის ის, რომ შეიძლება სხვები დაგმობილი იყოს, არამედ ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს მათ მოვემსახუროთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ყოველთვის ეპყრობოდა ადამიანებს მათი საჭიროებებისა და სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. მას არ ჰქონდა ერთი ფორმულა და რაღაც დამახსოვრებული სიტყვა, რომელსაც ყველასთან ავტომატურად იმეორებდა. გახსოვთ, ის ნიკოდემუსთან ახალდაბაზებაზე საუბრობდა. მაგრამ მეოთხე თავში, ეს იონეს სახარების მესამე თავია, მაგრამ მეოთხე თავში როცა გადავდივართ სამარიელ ქალთან ჭაში, ტასთან რო ესაუბრება, იქ ცოცხალ წყალზე იწყებს საუბარს. როდესაც რელიგიურ ლიდერებმა მის ხაფანგში გამასცადეს, მან უარი თქვა მათ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მათეს სახარება 21:23-27. ბრძენი ქრისტიანია ის, რომელიც ჯერ ადამიანის გულის მდგომარეობას შეაფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ძვირფასი მარგალიტების გაზიარებას. ეხლა მე-7 და მე-11 მუხლებში მოცემულია რესურსები, რომლებსაც ჩვენ ღმერთი გვაძლევს. რატომ განიხილა ჩვენმა უფალმა ლოცვა თავის გადაგების ამ ეტაპზე? ეს მუხლები როგორც ჩანს, რაღაცნაირად შეწყვეტას წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ და მე, ჩვენ მოკვდავი ადამიანები ვარ და ვცდებით და ჩვენ უშვებთ შეცდომებს. მხოლოდ ღმერთს შეუძლია სრულყოფილად განსაჯოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვეძიოთ უფლის სიბრძნე და მისი ხელმძღვანელობა. თუ რომელიმეს თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს. იაკობი 1:5. გახსოვთ, ახალგაზრდა მეფე სოლომონმაც იცოდა, რომ მას აკლდა საჭირო სიბრძნე ისრაელის განსაშელად. ამიტომ ილოცა ღმერთთან და უფალმა კეთილგანწყობით უპასუხა. ეს არის 1 სამუელთა მესამე უკაცრავად ეს არის ქართულად მესამე მეფეთა 3:3. თუ გსურს, რომ სულიერი გამჭირახობა გქონდეს, უნდა განვაგრძოთ ღმერთისადმი ჩვენი თხოვნა, განვაგრძოთ მისი ნების ძიება და განვაგრძოთ კაკუნი კარზე, რომელიც უფრო დიდი მსახურებისაკენ მიგვიყვანს. ღმერთი კი ვიცით, რომ ყოველთვის აკმაყოფილებს თავისი შვილების საჭიროებებს. მე-12 მუხლში მოცემული არის მთავარი პრინციპი. მე წავიკითხავ ამ მუხლს, ვისაც არ ახსოვს, ეგრეთ წოდებულ ოქროს წესს, რომელიც აქ დასავლურ სამყაროში ბიზნესშიც კი გამოიყენება. როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოეკეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველი. რა თქმა უნდა, ახლა ამ ბოლოს არ იყენებენ ბიზნესში. და ვორენ ვირსბი აგრძელებს, ეს არის ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული განცხადება ბიბლიაში. ეს განცხადება არ არის ქრისტიანული ჭეშმარიტების რაღაც შეჯამება და არც ღვთის გამოსყიდვის გეგმა. ჩვენ არანაირად არ უნდა ავაშენოთ ჩვენი თეოლოგია ამ ეგრეთ წოდებულ ოქროს წესზე. ისევე როგორც არ უნდა ავაშენოთ ჩვენი ასტრონომია მაგალითად რომელიმე ერთ მოციმციმე ვარსკვლაზე, პატარა ვარსკვლაზე. ეს დიდი ჭეშმარიტება და არის მხოლოდ გამოსაყენებელი როგორც პრინციპი, რომელიც უნდა მართავდეს ჩვენს დამოკიდებულებას სხვა ადამიანებთან მიმართებაში. და ის მხოლოდ მორწმუნეებს ეხება და ის უნდა იქნას გამოყენებული ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანი, რომელიც ოქროს წესს იყენებს, უარს ამბობს თქვას ან გააკეთოს ისეთი რაღაც, რაც ზიას მიაყენებს საკუთარ თავს და ასევე სხვებსაც. თუ ჩვენი განჟა სხვების შესახებ არ იქნება მართული ამ პრინციპით, ჩვენ გავხდებით ამაყები და კრიტიკული და ჩვენ სულიერ ხასიათი გადაგვარდება. ოქროს წესის გამოყენება ათავისუფლებს ღვთის სიყვარულს ჩვენ ცხოვრებაში და საშუალებას გვაძლევს, რომ დავეხმაროთ სხვებს, თუნდაც მათ, ვისაც სურს ჩვენთვის ტკივილის მოყენება,
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოქროს წესის გამოყენება ნიშნავს საფასურის გადახდას. თუ ჩვენ გსურს ღვთის საუკეთესო და კარგი ჩვენთვის, ამავე დროს ჩვენ უნდა გსურდეს სხვებისათვის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სხვები ეწინააღმდეგებიან ღვთისნებას. და ჩვენ ვიცოდეთ, რომ სხვები დაგვიპირისპირდებიან. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ გვინდა რომ სიკეთე უქნათ მათ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ მარილი და მარილი კი ჭრილობას როცა ედება, ის წვავს. ჩვენ ვართ სინათლე, სინათლე კი სიბნელეს ანათებს და იქ ბინძურ ჭუჭხს ავლენს. შემდეგ მუხლებში 13-დან 20-მდე განხილულია განკითხვის საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ სამყაროში ცრუ წინასწარმეტყველები. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ საკუთარი თავი, რომ არ მოგვატყუოს ვინმე. მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ეს თვითმოტყუებაა. წიგნობრებმა და ფარისევლებმა თავი მოიტყუეს და დაიჯერეს, რომ ისინი მართლები იყვნენ, სხვები კი ცოდვილები. შესაძლებელია ადამიანებმა იცოდნენ სწორი ენა, ინტელექტუალურს სამდე სწორი დოქტრინების და ემორჩილონ სწორ წესებს, მაგრამ მაინც ვერ გადარჩნენ და დაიღუპონ. და იესომ ორი ანალოგია, ორი სურათი გამოიყენა, რათა დაახმარებოდა საკუთარი თავის და სხვების განზრახში. 13 და 14 მუხლებში მოცემულია ორი გზა. ესენია, რა თქმა უნდა, გზა სამოთხისაკენ და გზა ჯოჯოხეთისაკენ. ფართო გზა არის მარტივი გზა, ეს არის პოპულარული გზა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ სულიერ აღსარებლობაზე ამ სტატისტიკით. უმრავლესობა ყოველთვის არ არის სწორი. ის ფაქტი, რომ ყველა ამას აკეთებს, არ არის იმის დასტური, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, სწორია. ზოგჯერ პირიქით არის უფრო ხშირად. ღვთის ხალხი ყოველთვის იყო ნარჩენი. ამ ქვეყნად მცირე უმცირესობა და ამის მიზეზის აღმოჩენა რთული არ არის. ცხოვრების გზა ვიწრო, მარტოსული და ძვირადღირებულია. ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ ფართო გზით და შევინახოთ შიგნით ამ გზაზე ცოდვა და ამ ქვეყნიური ცხოვრების ბარგი ბარხანა. მაგრამ თუ ვიწრო გზაზე შევალთ, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივატოვოთ. აი, პირველი გამოცდაც. მე შემიძლია კითხვა დაგისვათ ყველას. დაგიჯდათ რაიმე ქრისტესადმი თქვენი რწმენის აღიარება? თუ არა, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო ჭეშმარიტი აღიარება. ბევრი ადამიანი, ვინც ენდობა იესო ქრისტეს, სამწუხაროდ არასოდეს ტოვებს იმ ფართო გზას, იმ ასოციაციებს და იმ ურთიერთობებს, რაც იმ გზაზე ქონდა. მათ აქვთ მარტივი ქრისტიანობა, რომელიც არანაირ მოთხოვნას არ უყენებს მათ. მაგრამ იესომ თქვა, რომ ვიწრო გზა რთული იქნებაო და ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ორ გზაზე სიარული და ორი განსხვავებული მიმართულებით. შემდეგი არის განხილული ორი ხე, მუხლებით 15-20. ის გვიჩვენებს, რომ ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენა ცვლის ცხოვრებას და იძლევა ნაყოფს ღვთის დიდებისათვის. ბუნებაში ყველაფერი თავის სახის მიხედვით მრავლდება და ეს ასევე ეხება სულიერ სამყაროსაც. კარგი ნაყოფი ბუნებრივია კარგი ხიდან მოდის, მაგრამ ცუდი ნაყოფი ცუდი ხიდან იძლევა. ხე, რომელიც ლპობის ნაყოფს იძლევა, იჭრება და ცეცხლში იყრება. ამიტომ მათი ნაყოფით იცნობთო. გვეუბნება იესო ამ სახარების მეშვიდე თავის მეოცემულში. და მეორე გამოცდა ესეთია. შეცვალა თუ არა ქრისტესადმი ჩემა გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება? პირველი იყო რა დაგვიჯდა. ეხლა ცხოვრება თუ შეიცვალა. ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ცრუ წმენას ასწავლიან, ასეთმა მოძღვრებამ მხოლოდ ცრუ სიმართლე შეთხზა და წარმოქმნა ეს სიცრუე. მოციქულთა საქმეები 20:29. მათი ნაყოფი, მათი მსახურების შედეგია. ის ცრუა და ის გრძელვადიანი არ არის. თავად წინასწარმეტყველები ცრუები არიან. და რაც უფრო უახლოვდებით მათ, მით უფრო ხედავთ მათი ცხოვრებისა და მოძღვრების სიყალბეს. ისინი ადიდებენ საკუთარ თავს და არა იესო ქრისტეს და მათი მიზანია ადამიანების ექსპლუატაცია და არა მათი აღშენება. ადამიანი, რომელსაც სწამს ცრუ მოძღვრების, ან რომელიც მიყვება ცრუ წინასწარმეტყველს, ვერასოდეს იქნება შეცვლილი ცხოვრებით.
სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ არის. შემდეგი 21-29 მუხლებში არის ღვთის განკითხვა ჩვენზე. ორი გზის და ორი ხის წარმოდგენით ჩვენო უფალმა თავის უწყება დაასრულა ორი მშენებლისა და მათი სახლების წარმოდგენით. ორ გზა ასახავს რწმენის ცხოვრების დასაწყისს. ორი ხე ასახავს რწმენის ცხოვრების ზრდას და შედეგებს. და ახლა ორი სახლი ასახავს რწმენის ამ ცხოვრების დასასრულს, როდესაც ღმერთი ყველაფერს განკითხვისაკენ მიიყვანს. ფართო გზისაკენ მიმავალ კარიბჭესთან ცრუ წინასწარმეტყველებით განან. რაც ადამიანის შესვლას აძნელებს. თუმცა გზის ბოლოს არის განადგურება. საბოლოო გამოცდა არ არის ის, რასაც ჩვენ საკუთარ თავზე ფიქრობთ, ან რა შეიძლება სხვები ფიქრობდნენ. არამედ საბოლოო გამოცდა ის, თუ რა სიტყვის თავად ღმერთი. და როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვემზადოთ ამ სამგზავროსათვის? რა თქმა უნდა, ღვთის ნების შესრულებით. მისი ნებისადმი მორჩილება ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენის გამოცდაა. და გამოცდა არ არის მარტო სიტყვების რახარუხი, უფალოს თქმა. და ამ დროს მისი მცნებებისადმი იგნორირება და დაუმორჩილებლობა. ძალიან ადვილია რელიგიური ლექსიკის შესწავლა, ბიბლიური სიტყვების დაზეპირება, რელიგიური სიმღერების დამასწორებაც კი. მაგრამ ღვთისნების დამორჩილება ესაა ნამდვილი რწმენა და ეს გვაძლევს იმას, რომ ჩვენ ვართ ახალი ქმნილება. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად ხელახლა იბადება, მასში ცხოვრობს ღვთის სული, რომელთა 8-9 და სული წმინდა აძლევს მას საშუალებას იცოდეს და შეასრულოს მამის ნება. ღვთის სიყვარული მის გულში იღვრება, რომელთა 5-5 და მერე ეს აღძრავს მას, რომ დაემორჩილოს ღმერთს და ემსახუროს უკვე დანარჩენ ადამიანებსაც. ცარილი სიტყვები ვერანაირად ვერ შეცვლის და ჩაანაცვლებს მორჩილებას და არც რელიგიური საქმეები აამებს ღმერთს. ქადაგება, დემონების განდევნა, სასწაულების მოხდენა შეიძლება ღვთიური შთაგონებით იყოს მოტივირებული, მაგრამ ისინი არ იძლევიან ხსნის გარანტიას. სავარაუდოდ, იუდაც მონაწილეობდა ამ საქმიანობაში, განკურნებებში, სასწაულებში, იესოს ყველა მოციქულთან ერთად. შეიძლება ზოგიერთში, შეიძლება ყველაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის არ იყო ჭეშმარიტი მორწმუნე. ასე რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვიცით, სატანა გამოიყენებს ცრუ სასწაულებს ხალხის მოსატყუებლად. მეორე თესალონიკელთა 2:7-12. ამიტომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ღვთის სიტყვები და ასევე შევასრულოთ ისინი. იაკობი 1:22-25. ჩვენ არ უნდა დავკვაყოფილდეთ მარტო სიტყვების მოსმენით ან შესწავლით. ჩვენი მოსმენა ამ სიტყვების შესწავლა უნდა იძლეოდეს ადეკვატურ ქმედებას. ეს არის ის, რასაც ნიშნავს კლდის საძირკველზე შენება. მე წავიკითხავ ამ ნაწილს ამ სახარებიდან. ამიტომ ყველა ვინც ისმეს, მე 24 მუხლიდან. ამიტომ ყველა ვინც ისმეს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ იმ კეთილგონიერ კაცგავს, რომელმაც სახლი კლდეზე ააშენა და მოვიდა წვიმა, გადმოსცემ დინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი ვინც ისმეს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, გავს უგნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი და მოვიდა წვიმა, გადმოსცემ დინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა იგი. და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით, რადგან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი წიგნობრები. ეხლა ვორენ რუსბი აგრძელებს. ეხლა ეს კლდე ჩვენ არ უნდა აურიოთ იმ კლდეს სიმბოლოსთან, რომელსაც პავლე იყენებს 1 კორინთელთა 3 თავში. და მე 9 მუხლიდან წავიკითხავ. ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ, თქვენ კი ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა. მე ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენვა ხუროდ მოძღვრმა, საძირკველი დაუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს როგორ აშენებს, რადგან არავის ძალუც სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებული, რომელიც არის იესო ქრისტე.
პავლემ დააარსა ადგილობრივი ეკლესია კორინთოში იესო ქრისტეზე, როდესაც მან ქადაგება მოახდინა და ხალხი ქრისტესკენ მოიყვანა. ეს არის ერთადერთი საფუძველი, საძირკველი ადგილობრივი ეკლესიისათვის. მაგრამ იესო ამ იგავში საფუძველი აქ რასაც ამბობს, ეს არის ღვთის სიტყვისადმი მორჩილება. ეს არის ის კლდე, რომელსაც იესო ამბობს. მორჩილება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის დასტურია. იაკობი 2:14. ამ ამბავში მოხსენებულ ორ კაცს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ორივე სახლს აშენებდა და ორივე სურდა რომ სახლში ეცხოვრა. ორივე მააშენა სახლები, რომლებიც კარგი და მყარი ჩანდა, მაგრამ როდესაც განკითხვა, ქარიშხალი დადგა, ერთ-ერთი სახლი ჩამოინგრა. რა განსხვავება იყო? არა მხოლოდ გარეგნულ საკითხში იყო, რა თქმა უნდა, განსხვავება საძირკველში იყო. წარმატებულმა მშენებელმა ღრმად გათხარა. ლუკას სახარება 6:48 და თავისი სახელი მყარ საძირკველზე დააფუძნა, ასე რომ ცრუ აღიარება განკითხვამდე გაგრძელდება. ზოგჯერ ეს განკითხვა ცხოვრებისეული განსაცდელების სახითაა, ისევე როგორც იმ ადამიანის, რომელმაც ღვთის სიტყვის თესლი გულში ღრმად არ დაითესა. მათეს სახარება 13:9. ერთგულებაც ჩავარდა, როდესაც განსაცდელი მოვიდა. ბევრმა ადამიანმა ქრისტეს წმენა აღიარა, მაგრამ უარყო თავისი წმენა, როდესაც ცხოვრება სულიერად ძვირი და რთული გახდა. მაგრამ აქ ილუსტრირებული სამჟავრო სავარაუდოდ ღვთის წინაშე საბოლოო სამჟავროს ეხება. ამიგავში არ უნდა ჩავწეროთ ყველა ის დოქტრინა, რომელსაც ჩვენ ეპისტოლეებში ვკითხულობთ, რადგან უფალი ერთ მთავარ საკითხს ასახავდა. აღფსარებლობა საბოლოოდ ღვთის წინაშე გამოიცდება. მათ ვინც ენდო ქრისტეს და დაამტკიცა თავისი რწმენა მორჩილებით, არაფრის შიში აღარ ექნებათ. მათი სახელი კლდეზეა დაფუძნებული და ის იდგება. მაგრამ ისინი, ვინც აცხადებენ, რომ ენდობიან ქრისტეს, მაგრამ არ ემორჩილებიან ღვთისნებას, დაგმობილნი იქნებიან. როგორ გამოვცადოთ ჩვენი რწმენა, რწმენის აღსარება? პოპულარობით? არა, რა თქმა უნდა, რადგან ბევრია განადგურებისგან მიმავალ ფართო გზაზე მოსიარული ადამიანი და ბევრია ის, ვინც სიტყვებს ეყრდნობა და ამბობს უფალო, მაგრამ ეს არ არის გარანტია ხსნისა. ეკლესიის ორგანიზაციაში რელიგიური საქმიანობაც კი არ არის არანაირი გარანტია. მაშ როგორ განსაჯოთ საკუთარი თავი და სხვები, რომლებიც ქრისტეს ხსნელად აღიარებენ? ამას ორი გზა გვეუბნება, რომ გამოვიკვლიოთ ჩვენი აღსარებლობის ფასი, გადავიხადეთ თუ არა ფასი ქრისტესადმი რწმენის აღსარებაში. და ორი ხე გვეუბნება, რომ გამოვიკვლიოთ ნამდვილად შეიცვალა თუ არა ჩვენი ცხოვრება? არის თუ არა ჩვენ ცხოვრებაში ღვთისმოსავი ნაყოფი? ორი სახლი კი გვახსენებს, რომ ქრისტესადმი ჭეშმარიტი რწმენა გაგრძელდება არა მხოლოდ ამ ცხოვრების ქარიშხალებში, არამედ საბოლოო სამჟავროზეც. ხალხი, რომელიც ისმენდა ამ სიტყვებს, გაოცებული იყო ამ ქადაგებით. რატომ? იმიტომ რომ იესო ღვთაებრივი ავტორიტეტით საუბრობდა. წიგნობრები და ფარისევლები ყოველთვის სხვადასხვა რაბინებისა და კანონების ექსპერტების ციტირებით საუბრობდნენ. იესოს არ სჭირდებოდა ადამიანური მასწავლებელი, რათა თავის სიტყვებს ავტორიტეტი მომატებოდა, რადგან ის თავად ღვთისძე იყო და მამა ღმერთიდან ლაპარაკობდა ამას. ჩვენ არ შეგვიძლია იოლად გვერდზე გავწიოთ და უგულელყოთ ეს მისი ქადაგება, რაც წავიკითხეთ, რადგან ეს თავად ღმერთმა მოგცა ჩვენ. არამედ ჩვენ უნდა დავემხოთ მიწაზე, მის წინაშე და დავემორჩილოთ მის ხელისუფლებას, თორემ ერთ დღესაც დაგმობილნი ვიქნებით.